მოგესალმებით ჩემო სუპერ მეგობრებო. ეს არის მესამე ვიდეო სერიაში მენტალური რევოლუცია გზა დიდებული ცხოვრებისკენ და თუ თქვენ მესამე ვიდეომდე მოხვედით, ესე იგი ნამდვილად სერიოზულად გაქვთ გადაწყვეტილი რევოლუციის მოხდენა თქვენ ცხოვრებაში. მე ვარ ეკა ჩიგოგიძე, პერსონალური და ბიზნეს კოუჩი და მე ვეხმარები ადამიანებს პიროვნულ ტრანსფორმაციაში, პიროვნულ განვითარებაში, პიროვნულ ზრდაში და მათი სასურველი ცხოვრების შექმნაში. მაშინ ასე განვაგრძოთ ჩვენი დაწყებული გზა და დავიწყებ ჩემი საყვარელი პოეტის რუმის ციტატით, რომელიც ამბობს: "როდესაც შენ შეუდგები გზას, გზა გამოჩნდება." კიდევ ერთხელ გავიმეორებ: "როდესაც შენ შეუდგები გზას, გზა გამოჩნდება." მას არ უთქვამს, რომ შენ უნდა დაინახო მთლიანი გზა იმისთვის, რომ გადადგა პირველი ნაბიჯი. და ასეა ჩვენ შემთხვევაშიც. არ არის აუცილებელი ჩვენ ხედავდეთ მთლიანად იმ გზას, რაზეც ახლა დავიწყეთ სიარული იმისთვის, რომ აი ესე ნაბიჯ წავიდეთ წინ. აუცილებელი რაც არის ამ პროცესში არის სურვილი პირველ რიგში და გადაწყვეტილება. მეტი არაფერი. თავდაჯერებულობაც კი არ არის საჭირო, იმიტომ რომ თავდაჯერებულები ვერ ვიქნებით გზის დასაწყისში. თავდაჯერებულობა მოდის თვითონ პროცესში. მართალია. ამიტომ რაც არის საჭირო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს ისე როგორც თქვენ გინდათ და ის მიზეზები, რის გამოც ახლა თქვენ ამ ვიდეოს უყურებთ, გამართლდეს, ხო? და თქვენ მიიღოთ თქვენი შედეგი, თქვენი დიდებული ცხოვრების შექმნისთვის. ამისთვის არის საჭირო სურვილი, ძალიან დიდი, წველი სურვილი. სურვილი, რომ შეცვალოთ თქვენი რეალობა, სურვილი, რომ შექმნათ ახალი რეალობა, რომელშიც დიდებულად იგრძნობთ თავს. დიდებული ცხოვრება ყველა ჩვენგანისთვის განსხვავებული იქნება. ყველა ჩვენთაგანს გვაქვს საკუთარი კრიტერიუმების და ფასეულობების ჩამონათვალი, რომლის მიხედვითაც ჩვენ რაღაცას მივანიჭებთ, თქვათ, დიდებულის სტატუსს, ხო? ან იგივე ნეგატიურს, რასაც უწოდებთ, თუ პოზიტიურს, რასაც უწოდებთ, ყველა ჩვენგანისთვის ეს არის განსხვავებული. მაგრამ ერთი რაც საერთოა ჩვენ შორის, ეს არის ის, რომ როგორ ვიგრძნობთ თავს, როდესაც აი ეს რეალობა დადგება, ხო? თუ რაღაც რეალობის დროს თქვენ თავს არ გრძნობთ კარგად, ეს ნიშნავს იმას, რომ ესე იგი თქვენი განწყობა ნეგატიურია, რასაც არ უნდა უწოდებდეთ თვითონ ამ გრძნობებს, ხო? და როდესაც თქვენ თავს გრძნობთ ძალიან კარგად, ძალიან მაგრად, დიდებულად რაღაც რეალობაში, ეს ნიშნავს იმას, რომ აი ეს არის ის მოდელი დიდებული ცხოვრების, რომელშიც თქვენ უკვე იტყვით, რომ აი ეს არის ის რეალობა, რომელიც მე მსურს, ხო, რომელშიც მე ვგრძნობ თავს დიდებულად. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა რეალობას ჩვენ თვითონ ვანიჭებთ ნიშნულობას. იმის მიხედვით თუ როგორ ვგრძნობთ მასში თავს. ამიტომ ყველა ჩვენგანისთვის განსხვავებული იქნება სამყაროს მოდელი, ცხოვრების მოდელი. და ეს დამყარებულია იმაზე, რომ თითოეული ჩვენთაგანის აღქმა სამყაროს, აღქმა ცხოვრების არის განსხვავებული. რაც ჩვენ გვაერთიანებს, ხო, როგორც ადამიანებს და ესე ვთქვათ, აი იმ ქმნილებას, ხო, რასაც ქვია თვითონ ადამიანი, ეს არის ის სისტემა, რომლითაც ვართ ჩვენ მოწყობილი, ხო? ის სისტემა, როგორიც არის ადამიანი დღეს და როგორიც იყო პირველი ადამიანი, როდესაც გაჩნდა საერთოდ კაცობრიობა დედამიწაზე, არის ერთნაირი, იგივეა, უბრალოდ მოხდა ევოლუცია, მოხდა გარკვეული ჩვენი სისტემების განვითარება და ვთქვათ, რაღაც პროგრესი მოხდა გარკვეული მიმართულებებით, თვითონ საბაზისო სისტემა არის ისევ იგივე, რაც იყო ადრე, ხო, რაც იყო პირველი ადამიანის გაჩენისას სამყაროში. ამიტომ აი ეს ყველაფერი ჩვენ გვაერთიანებს და ამიტომაც შესაძლებელია, რომ ვილაპარაკოთ ადამიანის ფსიქოლოგიაზე, მენტალიტეტზე, იმაზე თუ როგორ არის მოწყობილი ადამიანის საოპერაციო სისტემა და ამაზე ჩვენ წინა ვიდეოში ვისაუბრეთ, თუ როგორ არის აწყობილი ის ჯაჭვი, ესე იგი, როგორც ადამიანი ახდენს თავის რეალიზებას, ხო?
და ვნახეთ, რომ პირველი ამ ჯაჭვში ეს არის ქვეცნობიერი პროგრამირება, მას მოყვება ფიქრი დასაბამს აძლევს გრძნობას, ემოციას, რომელიც თავისი მხრივ ბიძგს აძლევს მოქმედებას და მოქმედება უკვე წარმოშობს შედეგებს და ეს არის მერე ესეთი ჯაჭვური, ესე ვთქვათ, რეაქცია და მოქმედება, ხო, და ჩვენი არსებობა საერთოდ. ამიტომ როგორც თქვით, თუ რაღაცის შეცვლა გვინდა ჩვენს შედეგებში, ჩვენს უკვე დამდგარ რეალობაში, ხო, რომელიც არის ჩვენთვის ეხლა არსებული. საჭიროა რომ ჩვენ ჩავიდეთ ღრმად და ვნახოთ რა არის ის ქვეცნობიერი პროგრამები, ის ქვეცნობიერი მამოძრავებელი ძალები, რომლებიც გვაძლევს ამ შედეგებს, ხო? სხვანაირად ჩვენ შედეგის მოქმედების დონეზე, საქციელის დონეზე ვერ გამოვასწორებთ რაღაცებს, რისი კორექტირებაც გვინდა. და როგორც თქვით, ჩვენი ძირითადი პრინციპები აი ამ გზაზე იქნება რა, რომ წარსულს ექნება თავისი ადგილი და წარსული გვექნება მხოლოდ ინფორმაციისთვის. წარსული ჩვენ დაგჭირდება იმდენად, რამდენადაც ჩვენ გვინდა გავიგოთ, რამ იმუშავა, ან რამ არ იმუშავა ჩვენ საკუთარ წარსულში და მხოლოდ აი ამ ინფორმაციისთვის მივაკითხავთ ხოლმე წარსულს, ესე ვთქვათ, ხო? დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ ვთქვით, რომ წარსულის ადგილი არის სხვაგან სივრცეში და ჩვენი მომავალი არის სადღაც სხვა მიმართულებით. ხო? მით უმეტეს, როდესაც გვინდა რადიკალური ცვლილებები, როდესაც გვინდა გადატრიალებები და რაღაც გარღვევები, ხო, მართლა ჩვენს ცხოვრებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ის მიმართულება, რომლითაც მივდიოდით წარსულში, ანუ არ იყო შესაბამისად პროდუქტიული, არ იყო საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ ჩვენ მივეყვანეთ დიდებულ ცხოვრებამდე. თორემ ეს რომ ასე ყოფილიყო, ჩვენ უკვე გვექნებოდა დიდებული ცხოვრება და ამ ვიდეოს ყურება საერთოდ აღარ დაგჭირდებოდათ, ხო? მაგრამ კარგია, ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია. ჩემთვის მაგალითად დიდი პატივია, როგორც ადრე არაერთხელ თქვი, გაუძღო იმ ადამიანებს, რომლებიც იღებენ 100%-იან პასუხისმგებლობას თავისი რეალობის შექმნაზე. ეს ვიდეო სერია არ არის ადამიანებისთვის, ვისაც სურს დარჩეს მსხვერპლის პოზიციაში და მუდმივად უკმაყოფილო, ფრუსტრირებულ, რაღაც გაღიზიანებულ მდგომარეობაში იცხოვროს, იწუწუნოს ბევრი თავის პრობლემებზე და მუდმივად ყავდეს ვიღაცან რაღაც სხვა, რომელსაც დააბრალებს იმას, თუ რატომ არის უბედური, რატომ არ არის კარგად, რატომ არ არის წარმატებული და ასე შემდეგ. ესეთი ადამიანებისთვის ეს ჩვენი სივრცე არ არის. ეს არის მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც გადაწყვიტეს და ძალიან მყარი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მიუხედავად იმისა, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი ამ ეტაპზე ცხოვრებაში, ხო, რა დონეზეც არ უნდა იყოს მათი ცხოვრების სტილი, ცხოვრების დონე, ცხოვრების ხარისხი, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ისინი იღებენ 100%-იან პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ეხლაც კი შესაძლებელია ცვლილებები, შესაძლებელია მნიშვნელოვნად გაუმჯობესება ცხოვრების. და თუ თქვენ არ მოგწონთ და არ გაკმაყოფილებთ ის ნაკადი, რომლითაც მიედინება თქვენი ცხოვრება, ხო, ის მიმართულება, საითაც მიდის თქვენი ცხოვრება. თქვენ ამ ნაკადს კი არ უნდა ებრძოლოთ, ესე ვთქვათ, და რაღაცა წინააღმდეგობები ნაკადში კი არ უნდა შექმნათ, რომელსაც მერე თქვენ თვითონვე უნდა, ესე ვთქვათ, გამოწვევები დაუყენოთ და თქვენივე თავს უნდა ებრძოლოთ იმისთვის, რომ რაღაცეები მოიპოვოთ, მიაღწიოთ და ასე შემდეგ, რაღაც ძალდატანებების, სტრესების, ბრძოლების მე არ მჯერა, როგორც ადრე გითხარით, ხო? თუ თქვენ გინდათ, რომ თქვენმა ცხოვრებამ შეიცვალოს დინება და წავიდეს იმ მიმართულებით, სადაც თქვენ თავს გაგრძნობინებთ თვითრეალიზებულ, წარმატებულ, ბედნიერ, დიდებულ ადამიანად, მაშინ თქვენ უნდა გათხაროთ, ესე ვთქვათ, ახალი არხი, ხო? ახალი მიმართულება უნდა მისცეთ ამ დინებას და ეს დინება მერე ბუნებრივად შეიცვლის თავის მიმართულებას. ანუ არ არის საჭირო ამ არსებულ რეალობასთან ბრძოლა. ეს როგორც წესი კრახით მთავრდება, იმიტომ რომ თქვენ თავს ებრძვით. თუ რამესთან მოგვიწევს ჩვენ ბრძოლა აი ამ ჩვენი პროცესის განმავლობაში, ეს არის ერთადერთი ჩვენი უკვე არსებული ჩამოყალიბებული მენტალიტეტი, ხო? ყველაზე მეტად რაც შეგვეწინააღმდეგება ამ გზაზე იქნება ეს ჩვენი აზროვნება, ჩვენი ფიქრები, ჩვენი გონება.
და სწორედ მასთან მოგვიწევს თავიდან რაღაცნაირად შებრძოლება იმისთვის, რომ ის წამოყვეს და დაგვიმეგობრდეს და მას მოეწონოს ის მიზანი, ის რაღაცა იმიჯი, სასურველი მომავლის, რომელსაც ჩვენ მას შევთავაზებთ, ხო? და იმისთვის, რომ ჩვენ კარგად გავიგოთ თუ როგორ მუშაობს ეს ჩვენი სააზროვნო სისტემა, კიდევ ერთხელ გადავხედოთ როგორ არის მოწყობილი ჩვენი ტვინი, ხო? რაზე აქვს მას საპასუხო რეაქცია და საერთოდ როგორ გავაკეთოთ ისე, რომ თუ მანამდე ჩვენი ტვინი გვმართავდა ჩვენ, ეხლა ჩვენ გავხდეთ მისი მმართველი, ხო? ჩვენ ავიღოთ სადავეები ხელში და ჩვენ დავიწყოთ ჩვენი გონების მართვა, ჩვენი ფიზიკური სხეულის მართვა და ძალიანად ჩვენი სისტემის მართვა, ხო? და არა პირიქით, როგორც შეიძლება წარსულში ხდებოდა და შეიძლება თქვენც გაქვთ ესეთი გამოცდილება, როდესაც თითქოს უმართავი იყო თქვენი გონება და თქვენი სხეული, თითქოს ისინი სადღაც თქვენს გარეშე არსებობდნენ, ესე თქვა და თქვენ თითქოს მათზე არ გქონდათ კონტროლი. აი სწორედ ამას გავაკეთებთ ახლა, როდესაც ჩავიხედავთ უფრო ღრმად ჩვენი ტვინის აგებულებაში. და როგორ არის აგებული ჩვენი ტვინი? ჩვენს სხეულს, ესე იგი ხერხემლის ღერძის თავზე მოყვება ესეთი წარმონაქმნი, რომელიც არის პატარა წარმონაქმნი და წარმოადგენს ჩვენი ტვინის ერთ-ერთ ნაწილს. იცით ალბათ, რომ ჩვენი ტვინი შედგება 3 ნაწილისგან, ხო? თქვენ გეგონათ ერთი ტვინი გქონდათ და რეალურად 3 ტვინი გაქვთ. ეს პატარა წარმონაქმნი, ხო, ეს არის ჩვენი რეპტილური ტვინი. რეპტილია რა არის? ქვეწარმავალი, ხო მართალია? მას ასე დაერქვა, იმიტომ რომ ის არის საბოზისო ფუნქციებზე პასუხისმგებელი, ხო? ეს არის პალეოკორტექსი, ანუ ჩვენი რეპტილური ტვინი. რეპტილური ტვინი რაზეა პასუხისმგებელი? ის არის პასუხისმგებელი ჩვენს პირველად ძალიან სწრაფ საპასუხო რეაგირებაზე გარკვეული სტიმულის საპასუხოდ, ხო? ანუ მაგალითად თუ თქვენ შემთხვევით ხელი მოგიხვდათ ჩაიდინის და ამომავალ ორთქლზე, ხო? ეს ტვინი უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენ ხელი გამოწიოთ, მანამ სანამ ამაზე იფიქრებთ ცნობიერად, ხო? იმიტომ რომ რაღაცა პირველი სიგნალი არის ის, რომ არის ცხელი და რომ არ დაიწვათ, ხო? ამიტომ ამ ტვინის თავარი, ესე ვთქვათ, გადაწყვეტილებების არეალი დამყარებულია ძალიან საბაზისო, ისეთ პრიმიტიულ, ესე ვთქვათ, საარსებო მოთხოვნებზე, როგორიც არის წყურია, მშია, დაღლილი ვარ, აღზნებული ვარ, ხო? თითქოს ძალიან მარტივია, მაგრამ ეს არის რაც არის წამყვანი ადამიანის ცხოვრებაში და ადამიანის ძალიანად საოპერაციო სისტემაში. თუ ეს ყველაფერი არ არის დაკმაყოფილებული, ხო, ადამიანი ვერ გადაინაცვლებს უფრო მაღალ დონეებზე თავისი ცნობიერების. ამ რეპტილურ ტვინს გარს არტყავს ჩვენი ემოციური ტვინი, რომელსაც ეწოდება ლიმბური სისტემა. და ეს ემოციური ტვინი როგორც დასახელებიდან მიხვდით, პასუხისმგებელია ჩვენს ემოციებზე, ხო? რეპტილური და ემოციური ტვინი განვითარდნენ უკვე მრავალი მილიონი წლის წინ, სადღაც 100 მილიონი წლის და უფრო მეტი ხნის არის რეპტილური ტვინი, ემოციური ტვინი სადღაც 50 მილიონი წლის და კიდევ მეტი და ამიტომ ეს ორი ერთად ძალიან მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები და ფუნქციონირებენ როგორც ერთი სისტემა, ესე ვთქვათ, ხო? ემოციური ტვინი აძლევს რეპტილურ ტვინს იმ გრძნობებს, იმ ემოციებს, რომლის გარშემოც რომ მან უნდა იმოქმედოს. ამიტომ როგორც წესი ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანის ეს არის ემოციური არსება, ხო? მაშინ, როდესაც აი ეს კოგნიტური ჩვენი მოაზროვნე ნაწილი გათიშულია, ვთქვათ, ჩვენ მოქმედებთ ჩვეულებრივად აი ამ არაცნობიერი სისტემის მიხედვით, ხო? ჩვენი ემოციების და საბაზისო მოთხოვნილებების, საბაზისო ფუნქციების საფუძველზე. უფრო დიდი ადგილი ჩვენს ტვინში, ესე ვთქვათ, უკავია
ნეოკორტექს, რომელიც არის ჩვენი ვიზუალური ტვინი, ხო? ვიზუალური ტვინი. ეს არის ის ტვინი, რომელიც შედარებით ახალგაზრდაა დანარჩენ ორ სისტემაზე, სადღაც 2 მილიონი წლისაა მხოლოდ და ის არის კაცობრიობის ევოლუციის შედეგი, ხო მართალია, მაგრამ ეს არის ის ნაწილი ჩვენი ტვინის, რომელიც უკეთებს ყველაფერს რაციონალიზაციას, უნდა რომ ყველაფერზე რაღაც ლოგიკური პასუხები მიიღოს და ძალიან ხშირად რეალობას არ შეესაბამება ხოლმე ის, რასაც გამოიგონებს ეს ტვინი. სხვათა შორის ამ რაციონალურ ტვინს ეძახიან მატყუარა ტვინსაც, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ის რეალობას ამახინჯებს. ძალიან ხშირად ის გვაწვდის რაღაც ისეთ ვარაუდებს, ისეთ ფიქრებს, ისეთ აზრებს, რომლებიც არ შეესაბამება რეალობას. სამაგიეროდ მას აქვს არაჩვეულებრივი თვისებები და ის არის საამქრო გამოგონებების, ახალი იდეების, ყველანაირი კრეატიულობის, ვიზუალიზაციის ინსტრუმენტი ეს არის, ხო? ამით ხდება სწორედ ადამიანის განსხვავება სხვა დანარჩენი ძუძუმწოვრებისგან და სხვა არსებებისგან, იმიტომ რომ ადამიანს შეუძლია ვიზუალური კონსტრუქციები შეადგინოს თავის ტვინში, მერე მოახდინოს მათი რეკონსტრუქციები და ეს წარმოიდგინოს რაღაცები, ხო? წარმოიდგინოს თავისი რეალობა, წარმოიდგინოს მომავალი. ანუ მას შეუძლია იდეას შეასხას ხორცი თავის გონებაში სწორედ ამ ვიზუალური ტვინის დახმარებით და ეს არის არაჩვეულებრივი და რაც უფრო ვითარდება კაცობრიობა, ამ ვიზუალური ტვინის შესაძლებლობები მით უფრო და უფრო ვითარდება, ხო? მასში არის მრავალი მილიონი ნეირონული კავშირი და ის არის ძალიან მოქნილი შედარებით ამ ორი სხვა სისტემისგან, იმიტომ რომ ესენი არის გაცილებით უფრო ხისტი. ხოლო აი ვიზუალური ტვინი არის ძალიან მოქნილი. ამიტომ არის ნათქვამი, რომ ადამიანის წარმოსახვა გაცილებით უფრო ძლიერია ვიდრე ცოდნა, ხო? იმიტომ რომ ცოდნას აქვს რაღაც ლიმიტები, ხოლო წარმოსახვას არანაირი ლიმიტი არ აქვს. ანუ ადამიანს თავის ტვინში, თავის გონებაში შეუძლია შექმნას ნებისმიერი რეალობა და თუ ის მას დაიჯერებს თუ მასთან მიბმული იქნება აი ეს ემოციური კავშირი და ემოციური ასოციაცია, მაშინ ის რეალობა გადაიქცევა ადამიანისთვის უკვე ნამდვილ რეალობად. აი სწორედ აქეთკენ მივდივართ ჩვენ, რომ ჩვენ ის დიდებული რეალობა ჩვენ თვითონვე დავიჯეროთ, ესე ვთქვათ. და როგორ უნდა დავიჯეროთ, პირველ რიგში უნდა წარმოვიდგინოთ, როგორი შეიძლება ის იყოს და მერე წარმოვიდგინოთ, რას ვიგრძნობთ და ეს მართლაც განვასხეულოთ ჩვენს ხელში. იმიტომ რომ თუ ჩვენი ემოციური და რეპტილური სისტემა არ წამოყვა ამ გზაზე, ხო, მაშინ ფუჭი იქნება და ესე იგი ამაოდ ვიშრომებთ, იმიტომ რომ მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანის მთლიანი სისტემა არის ჩართული რაღაც იდეის განხორციელებაში, ან რაღაც გეგმის განხორციელებაში და მიზნის განხორციელებაში, მხოლოდ მაშინ შეიძლება ეს წარმატებით განხორციელდეს. აი სწორედ ამიტომ არის ხოლმე, როდესაც ადამიანები ისახავენ მიზნებს, რაც ხდება აი აქ ცნობიერ ტვინში ხდება ეს ყველაფერი, ისახავენ მიზნებს ხანდახან, რომლებიც არ არის მართლაც მათი, ხო? ანუ მათ არ აქვთ სხეულში ნაგრძნობი ის ემოციები, რასაც ისინი იგრძნობენ, როდესაც მიაღწევენ ამ მიზნებს. ეს მიზნები ხანდახან გარედან თავს მოხვეული არის, იმიტომ რომ ნუ საზოგადოებაში მიღებულია მაგალითად, რომ ყველას უნდა ყავდეს მანქანა, ან ყველას უნდა ჰქონდეს სახლი, ან ყველა დაოჯახებული უნდა იყოს და არსებობს რაღაც კრიტერიუმები და ადამიანები ძალიან ხშირად ექცევიან ამ კრიტერიუმების მახეში, ხო მართალია და მათი გავლენის ქვეშ და ხანდახან დასახავენ ისეთ მიზნებს, რომლებიც სინამდვილეში არ წარმოადგენს მათ ნამდვილ სურვილებს, ხო? ამიტომ იმისთვის, რომ გავიგოთ ზუსტად საითკენ არის ჩვენი მიზნები, რომელსაც მართლა განვახორციელებთ, ამისათვის საჭიროა, რომ მთელი ჩვენი სისტემა ჩავერთოთ ამაში, ხო? თუ ჩვენმა ქვეცნობიერმა გონებამ და აი სწორედ რეპტილური და ემოციური ტვინი წარმოადგენს ჩვენი ქვეცნობიერი გონების ნაწილს, ადგილსამყოფელს, ესე ვთქვათ, რომელსაც ჭიდროდ ებმის სხეული, ამიტომ არის რომ თუ სხეული არ ჩართეთ ამ ყველაფერში, ხო? უშედეგოდ დამთავრდება ყველანაირი მცდელობა რაიმე შეცვლის. ანუ ცვლილებები განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ სხეულს, ანუ თქვენ ქვეცნობიერ გონებას ჩართავთ ამ პროცესში. მხოლოდ ცნობიერი გონება შორს ვერ წაგიყვანთ. მან შეიძლება
ძალიან არაჩვეულებრივი წარმოსახვები მოგცეთ, არაჩვეულებრივი იდეები მოგცეთ, არაჩვეულებრივი აზრები მოგცეთ. ყველაფერი ის მოგცეთ, რაც გსურთ, მაგრამ რეალურად არ განხორციელდეს ეს თქვენს ცხოვრებაში. და სწორედ ეს იმიტომ შეიძლება მოხდეს, რომ არ არის კავშირი თქვენს ვიზუალურ ტვინსა და ემოციურ რეპტილურ სისტემას შორის. მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანის გონება არის ერთი მთლიანი მექანიზმი და რა თქმა უნდა სხეული, იმიტომ რომ ეს ყველაფერი თქვენ დაგემორჩილებათ, ეს ყველაფერი მართვადი გახდება თქვენთვის, როდესაც თქვენ გაიგებთ რა ენაზე უნდა ელაპარაკოთ აი ამ სისტემას, ხო? თუ თქვენ თავს აგრძალვების ენაზე ელაპარაკებით, მაგალითად, ხო? არ შეჭამო, არ უნდა შევჭამო, თქვათ რაღაც ზედმეტი კალორიები, ან არ უნდა მოვწიო სიგარეტი, ან არ გააკეთო ეს, თქვენ სისტემას ეს არ ესმის, იმიტომ რომ თქვენი გონებრივი სისტემა, სააზროვნო სისტემა აღიქვამს მხოლოდ პოზიტიურად ფორმულირებულ მტკიცებულებებს. ამიტომ აი ეს ძალიან კარგად უნდა გავიგოთ. იმიტომ არის აუცილებელი, რომ ჩვენ პოზიტიურ ასპექტში წარმოვიდგინოთ ჩვენი რეალობა, როგორც ეს შესაძლებელი. და ამიტომ იყო ის ერთ-ერთი პრინციპი, რომელიც მე თავიდანვე გითხარით, რომ აუცილებლად დაგჭირდებოდა ამ გზაზე, რომ ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენ შეგვიძლია. ანუ ჩვენ არ შეგვიძლია რაღაც, საერთოდ უნდა ამოვიღოთ, ხო, ამ პროცესში. ამიტომ თუ მე შემიძლია, რომ შევქმნა ჩემი რეალურად ჩემთვის სასურველი, დადიდებული, საოცნებო, ზღაპრული, ჯადოსნური საყვარელი ცხოვრება, ხო, რომელიც ძალიან მეყვარება და მე ამას მართლაც ვიგრძნობ, რომ მე შემიძლია ეს, ხო? მაშინ ჩემი გონება მე წამომყვება ამ მიმართულებით და მაშინ უკვე ჩემი სხეულით წამომყვება ამ მიმართულებით და ისინი გახდებიან ჩემი პარტნიორები ამ გზაზე. ისინი მე თვითონ მიკარნახებენ. რა მჭირდება მე იმისთვის, რომ მართლაც მივაღწიო ჩემ ყველაზე დიდებულ, ყველაზე საუკეთესო ვერსიას. იმედია გასაგები იყო თქვენთვის ეს კონტენტი. თუ გაქვთ შეკითხვები, მოხარული ვიქნები, რომ გიპასუხოთ, თუ გაქვთ კომენტარები, დატოვეთ ამ ვიდეოს ქვეშ. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედი მაქვს, რომ თქვენთვის სასარგებლოა ეს ვიდეო სერია და ჩვენ ერთად მოვახდენთ მართლა დიდ ცვლილებებს, დიდ გარღვევებს, სადაც ჩვენ გავხდებით ჩვენი თავის ყველაზე საუკეთესო ვერსია და სადაც ჩვენ შეგხვდება ჩვენი დიდებული ცხოვრება. დღეისათვის გემშვიდობებით, შევხვდებით მომავალ ვიდეოში.